ეს როგორ? ახლა დამირეკე გენჯერ. ჯანდაბა, მომატყუა. ჯანდაბა. ბატონო გურა. შეიძლება დამსინი? ბატონო გურა, რა მოხდა? ჩიპი რომელიც მომეცის არიელია. ზარიელი? ეს ის ჩიპია, რომელიც ქალბატონ ჯანანის ოთახში ვიპოვე. როგორც ავიღე, ისევე მოგიტანე. არა, მომისმინე. მერტმა არქნას დეფნესთვის მიგეცა. შეუძლებელია. ჩემი ხელებით გავცვალე. მომისმინე. შეცდომა თუ დაუში ბოლო მომეღება. მე შენ მოგეღება ბოლო ეს იცოდე. დარწმუნებული ვარ ბატონო ურალ. გამოდის რომ დედამ წაშალა ეს ჩანაწერები. თუმცა საერთოდ არ გამიგვირდა. მაგრამ მაინც უნდა დავწმუნდე. ჩემთან ერთად წამოდი. გავიგეთ რომ რაღაც სისულელეებს იგონებ. შენი არ მეშენია ბურალ. ეს შენი პრობლემა უნდა გეშინოდეს. რატომ? რაღაცეების ლაპარაკი დაგიწყია შენს ქმარზე, რომლის გვარი აიღე და ვის ჩახუტებაში წვებოდი. საუბრის ჩანაწერები ხელში მაქვს, მისმინე. შენი ადგილი იცოდე. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ ბურალ, ეს იცოდე. მისმინე თავს მომაბეზრებ, შენთვისვე უარესი იქნება. სწორად დაჯექი და სწორად დადექი. გეგონა რომ სერიალი მუქარებით შემაშინებდი? რა მოხდა? სახეზე ფერი შეგეცვალა. სწორად დაჯექი, სწორად დადექი. თავზე მაღლა ავტომატს მოცდილობ გასაგებია? ღმერთო ჩემო. რა კარგია აქ რომ მოვედით. და მარტო დარჩენა შევძელით. მოდი. ამიერიდან უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ მარტო დარჩეთ. არ ინერვიულო. გამოჯამრთელდები და აღარაფერი აღარ დარჩება. ყველაფერი კარგად იქნება. და კიდევ ვიცი რა გავაკეთოთ. შემდეგ კვირაში ილდირში წავიდეთ. რა სიტყვი? ეს მომენატრა იქაურობა. იმ ადგილებს გაჩვენებ, სადაც ნამყოფი არ ხარ. ჩემი ბავშვობის შესახებ მოყვები. რაღაც ცვლილებები მაინც იქნება. რა სიტყვი ირმაკ? მაგარი იქნება რა? ირმაკ შეგიზინა? დამენახე ირმაკ. ირმაკ. ირმაკ კარგად ხარ? ირმაკ ჩემი გესმის ირმაკ. გამეხმარეთ. ირმაკ მიპასუხე ირმაკ. მიპასუხე. გესმის ჩემი. დეფნე სად არის? ქალბატონი დეფნე წავიდა ბატონო. არ უთქვამს სად მიდიოდა? მგონი ჩქარობდა, არაფერი არ უთქვამს.
გასაგებია, მადლობა. სინან, შეხვედრაზე გელოდებიან. ვინაიდან ჩემი ჩიპი ცარიელია, გამოდის რომ დედა ჩემი ჩემს მფარველობას აგრძელებს. ო, ასეა. ხედავ. ვინ ჩემს გზაზე ჩნდება ეცემა. ახლა აზიზის ჯერი დადგა. მასთან მოვაგვარებ. ამალია დედამიწის სიმშვიდე შევიგრძნობ. შენ რას აკეთებდი იმ საქმესთან დაკავშირებით? არის რამე მიღწევა? როგორც კი ცნობილი გახდა აზიზის საკანი, მაშინ ერთი კაცი დავიქირავე. კარგია. კარგი, ვნახოთ. ორივე თანამშრომლობდა, ამის დაჯერება შეგიძლია? ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მართლა. ფიქრობდი, რომ დეფნე სინანი ძალიან უყვარდა, თურმე აღმოჩნდა, რომ ფულის გამო იყო მასთან. როგორც ჩანს, ჩვენს დროში ყველა ასეთია. ყველა რაღაცა სარგებელს მისდევს. ეს როგორ ხდება? ამას როგორ აკეთებენ? დეფნემ დილით მიიღო ის ვიდეო ჩანაწერები. რამე უნდა მოვიფიქროთ. კარგი, ამ საქმეს როგორმე მოვაგვარებ, მაგრამ ახლა დედა უნდა ვნახო. კარგი. არ დაგავიწყდეს ამბები შემატყობინე, კარგი? კარგი. რა იყო ზენან, რა მოხდა? თითქოს მოჩვენება დაინახე. კენანმა დამირეკა. რა სახელი აქვს ბიჭო? რა გითხრა? ის. ირმაკი. რა დაემართა ირმაკს? ირმაკი ცუდად გახდა. ახლა სად არის? საავადმყოფოში მიდიან, გზაში არიან. ალბათ ჰაზარს დაურეკე საავადმყოფოში წამოვიდეს. რა მოხდა, რა გითხრა? როგორც გავიგე, ხალბატონი ირმაკი ისევ საავადმყოფოში წაიყვანეს. ხალბატონი ხაზალ, გამარჯობა, ზუხალი ვარ. გისმენ ზუხალ? ხალბატონი ირმაკი ცუდად გახდა. ურალმა გადმოგცეთ, რომ საავადმყოფოში წახვიდეთ. კარგი, ახლა ვეწავალ. გისმენ შვილო. დღესაც ვერ მოვალ, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. რა იყო შვილო, რამე მოხდა? არი ნერვიულო, სერიოზული არაფერია. კარგი შვილო. შემატყობინე მერე, კარგი? კარგი, არი ნერვიულო. რაც მე ვერ გაგიკეთებ, იმას კენანთან ქორწინება გაგიკეთებს. მოკვდები და დამშვიდდები. ღმერთმა გადმოხედოს. მადლობა ძმებო. რა მოხდა მეგობარო, რის გამო მოხვდი აქ? პირსების გამო მკვლელობა ჩავედინე და აქ მოხვდი. მაშინ მობრძანდი ჩვენ სტრესში. შენც ამ მიზეზით დაგაკავეს? ადამიანი დავჭერი, რომელმაც ცუდად შემომხედა. თვალები გავახილე და უკვე აქ ვიყავე. ჩემმა ყოფილმა ცოლმა ჩემს მერე ქორწინება გადაწყვიტა და მიწაში აღმოჩნდა. მე ამით ამაყობ? ეს კაცური საქციელია? რას ამბობ, მამიკო, შენ საქმეებს მიხედე. ახლა მოვედი. ეცადე პირველივე დღეს არ ვიჩხუბოთ. გაგეხმარები ძმაო.
ძმაო, ყურადღება არ მიაქცია. ყურადღებას ნუ მიაქცევ, ძმაო. ჩაის დალევ, ძმაო. შეიძლება. ადამიანად არ თვლე იმად, ვისაც მხოლოდ ქალებისთვის ყოფნის ძალა. ნაბიჯვარი. თანაც ისაყვება როგორც გმირობას. ასეთ ნაძილ სახეში უნდა გაარტყა. ძმაო, მამაცი აღმოჩნდი. სულხარ, მაგრამ კრიტიკული მდგომარეობაა. გარდა ამისა, აპარატის გარეშე მისი ფუნქციები ვერ იმუშავებს. ჩემს დას რა გაუკეთე, ნაძილალა? რა გააკეთე? მიპასუხე. გაჩერდი, ძმაო, რა გააკეთე? ბატონო გურო, გთხოვთ გონსმოდით. რა გააკეთე, ჩემი და ასეთი რომ გახდა? ძალიან კარგად იყო. რა უთხარი, რით აწყენინე? ბატონი ქენანი რომ არა შეიძლება დაგვეკარგა პაციენტი. ანუ ქალბატონი ირმაკი იმიტომ არის ცოცხალი რომ თავის დროზე მოიყვანა. სისულელებს ამბობ. ისმინეთ, ბატონო გურო. სამწუხაროდ ქალბატონი ირმაკი უკვე დიდი ხანია ამ ავადმყოფობას ებრძვის. რთული ამის ხმა, მაგრამ გარდაუვალ დასასრულამდე მივედით. ერთადერთი რაც შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ, ეს კომფორტული გარემო შექმნა. ბატონ. ჯერ დედა ჩემი. მე ირმაკი. რატომ გტოვებენ და რატომ მიდიან, ძმაო? ბატონო გურო. ჩემი აზრით ჯობს სახში წახვიდეთ და ცოტა დაისვენოთ. იმისთვის რომ თქვენმა დამარ დაგინახოთ ასეთ მდგომარეობაში, როცა გაიგრძელს. ვინაიდან თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ირმაკი როგორ არის? მითხარი, რა თქვა ექიმმა? ჩემი დაგდება ჰაზა. ეს რას ნიშნავს? სხვაგან მომკურნალოთ და სხვა საავადმყოფოში წავიყვანოთ. ჩვენი აზრით ამის შესახებ არ გიფიქრია? ისეთ მდგომარეობაში არ არის რომ კიდევ ერთი მკურნალობა გადაიტანოს. ექიმები უფლებას არ აძლევენ თვითმფრინავში რომ ჩაჯდეს. ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ირმაკი საერთოდ უდანაშაულოა. ცხოვრება საერთოდ უსამართლოა. საერთოდ. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს მისი ბოლო დღეების გაბედნიერება. ძალიან მტკივა. მოდი სინანი. მოდი შემოზმო. წამოდი, ძალები უნდა შევკრიბოთ. და ჰაზალი სახლში წავართ. კარგი, შევხვდებით. აბონენტი მიუწვდომელია, გთხოვთ მოგვიანებით სცადოთ. გისმენთ? მეურა, სინანი ვარ. ქალბატონი დეფნეს სახლშია? არა, ბატონო სინანი. არც მოსულა? რამოდენიმე საათის წინ იყო მოსული, გამოიცვალა და წავიდა. ცოტა გაბრაზებული იყო. უმერთო. კარგი. კარგი, მადლობა. ამათთანაც რაღაც უცნაური ხდება. ნამდვილად რაღაც მოხდება. იმედი მაქვს, რამე კარგი იქნება.
შენი არ მჯერა დეფნე. ანუ ადვოკატს დაურეკე და კითხე? რჩევა მჭირდებოდა ასლი. ვინ იცის რას უნდა ველოდო? მართლა გინდა განქორწინება? ასეთ პირობებში ეს შეუძლებელია. დეფნე, ბედნიერი თუ არ ხარ, პირობები დაივიწყე. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. თუ არ გიყვარს, ნუ გაწელა ამ საქმეს. ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, მაგრამ ფული არ მაქვს. სილამაზეს და ახალგაზრდობას აზრი არ აქვს. ასე რატომ ამბობ? ფულია მნიშვნელოვანი. შენ ცოტა ფულს შეინახავ. ასე ვერ ვიცხოვრებ. რატომ უნდა ვიცხოვრო ასე? რატომ გავყევი სინას სოლოდ? იმიტომ რომ ის კონდა რაც ხვებისგან განასხვავებდა. მდიდარი იყო. საიდან უნდა მცოდნოდა რომ ასეთი უმაქნისია, რომ მცოდნა და თავისი ძმის სიტყვაზე რომ დადის და თვითონ ვერაფერს ვერ აკეთებს გავყვებოდი ცოლად. ამაში მართალი ხარ. ცოტა მამაცი უნდა გახდეს. ვინ? სინანი? ნუ მაცინე. საცი მამაცე და საცინანი. ის მისი შეშლილი ძმა ღურალიც უფრო საიმედო ჩანს ვიდრე სინანი. იცი რატომ? იმიტომ რომ ყველა მიცის რომ სინანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. და რას აპირებ? ჯერ არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბატონო ქენან, თქვენ საკლოდინს აზრი არა აქვს. ეს ისედაც პირველი შემთხვევა არ არის მისთვის. თუ რამე ცვლილებები იქნება, შეგატყობინებთ. აღარ განმეორდეს მსგავსი. ახლა გავიგე. ირმაკი როგორ არის? კარგად არ არის მაო. ძალიან სუდად ვარ. მაგრამ ჯერა გამოჯანმრთელდება. ჯერა. რა თქმა უნდა გამოჯანმრთელდება. ჯერ ახალგაზრდაა, ძლიერია. მალე დადგება ფეხზე, არ ინერვიულო. მერთ მაქნას მაო. კენან. გარეთ გამოდი ცოტა ვილაპარაკოთ. სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავ. დედიკო, როგორ ხარ? ვერ შევძელი მოსვლა. მამაზე ისმის რამე? არა, შვილო, ველოდებით. შერესაკეთებდი, მოაგვარე შენი საქმეები. კარგად ვარ, არ ინერვიულო. ირმაკს დღეს ძლიერი შეტევა ჰქონდა. საავადმყოფოში დააწვინეს. ცუდად არის. საწყალი გოგონა. არ თქვა. ხვალ აუცილებლად მოვალ შენთან. დაგირეკე რომ არ ინერვიულა. კარგი შვილო, კარგი. კიდევ ერთხელ წუხვარ. ერთ უბედურებას მეორე მოყვა. ჯერ დედა შენი, მერე ირმაკი. ყოველთვის ასე ხდება. ფიქრობ რომ ერთი საქმე მოაგვარე და მაშინვე მეორე მოყვება. დედა ირმაკისთვის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. შენ კარგად ხარ? კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულო. იმდენი რაღაც გადავიტანე, ამასაც ავიტან. ვინ იცის, როგორ ცუდად იყავი, ნასე რომ წავიდა. რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა. სხვათა შორის როგორ გადაიტანე ეს? რა თქმა უნდა რთული იყო, ჩავიკეტე. ცუდად ვიყავი, მაგრამ როგორც ხედავ, იმის თქმა გინდა რომ ცხოვრება გრძელდება. ზუსტად ამას ვამბობ. მით უმეტეს მზის მსგავსად გაანათე ჩემი სიბნელე. აზიზის შესახებ არის რამე ამბავი? არა. სამწუხაროდ არა. ყველაფერი ისევ ისეა. ჩვენს მდგომარეობა შეხედე. ირმაკი საავადმყოფოშია. აზიზი ციხეშია. იმის გამო რაც არ გაუკეთებია. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჭკუიდან ვიშლები. კენან არ გინდა. საკუთარი თავი შეიცოდე. რისი გაკეთება შეგვიძლია? შეგვიძლია ძმა, ორივე შეგვიძლია. იმას თუ ვიპოვით, ვინც იარაღი მოიპარა, ამით ძმა აზიზს გამოვიყვანთ იქიდან. ირმაკისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ის სანდო ხელებშია, მაგრამ ძმა აზიზზე უნდა გამოვიყვანოთ იმ ჯოჯოხეთიდან. ხელები შეკრული მაქვს. კენან არ გინდა. შენც ადამიანი ხარ. შენგან არავინ ელოდება სასწაულს. ასე რომ უნერვიულობ. მისმინე. პირდები ისე ვიზამ, რომ ძმა აზიზი იქიდან გამოვიდეს. ასე დროს ხონებული მომახსენდება. ახსოვს რას გვეუბნებოდა.
დაეხმარო სხვას ნიშნავს başka birinin. იცავდეს შესუფლებას, ისე როგორც საკუთარს. Öyle derdi. ო, ასე ამბობდა. Abi sen de ძმაო, biliyorsun. შენც იცი რისთვის ცხოვრობთ ამ დედამიწაზე? სიმართლისთვის, Doğruluk. სამართლიანობისთვის, ხომ ასეა? Öyle. კი, ასეა. Rahmetli გარდაცვლილი babam მამა Sefa'yı ყოველთვის bir ცდილობდა, რომ yoldan პატიოსანი geçirmek ადამიანები ყოფილიყავით. Onu sayesinde მისი წყალობით გავიცანი აზიზი. ხო, ასეა. ის გვეხმარებოდა ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში. şu anda neye რაც sahipsin? დღესდღეობით Hepsi Aziz გაგვაჩნია abinin ყველაფერი sayesinde. აზიზის დამსახურებაა. ასეა ძმაო. Bak abi şu etrafımızdaki მომისმინე adamlara ძმაო, bak. ამ ხალხს შეხედე. Hiçbiri bizi anlamaz. ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მიხვდება მამისგან ტრილიონები რომ არ დაგვრჩენია. Onur, მისგან სიამაყე, სახელი, ahlak, zenginliği ადამიანობა miras დაგვრჩა. Şimdi ეს bizim buna თვისებები sahip უნდა çıkmamız იყოს ჩვენში. gerekiyor. Öyle değil mi? ხო, ასეა. Bu hayat ამ hiç ცხოვრებაში kimse არავის için გამო gerçek არ zenginlikten უნდა თქვა vazgeçmeye უარი ამ değmez abi. სიმდიდრეზე. Evet. ო, ასეა. Öyle. მართალი ხარ. Haklısın. Haklı olmam მე bir şey რომ მართალი değiştirmiyor. ვარ, ეს არაფერს Benim აცვლის. hakkını yemek şöyle განზე duruyor. გადავდოთ ვიღაცის სიცრუე. Başka birine yardım მაგრამ etmemek მეგობარს თუ არ bile დავეხმარებით, bizim ეს ჩვენთვის დიდი უმადურობა იქნება. Bak, მისმინე. sana son kez საბოლოოდ გითხავ ძმაო. Canan Hanım'ın ölümüyle ve senin ებრო zindanın როგორ არის çıkmasıyla დაკავშირებული ქალბატონ ჯანანის სიკვდილთან, იარაღის მოპარვასთან? Ben yaptım. მე გავაკეთე. ne yaptın? რა გააკეთე? Canan'ı ჯანანი, ben öldürdüm. მე მოვკალე. Ne diyorsun abi? რას ამბობ ძმაო? Sen neden რას bahsediyorsun ლაპარაკობ, bana? ეს როგორ Nasıl გააკეთე? yaparsın böyle bir ამას şey? ვერ Sen böyle bir იზამდი. şey yapamazsın bir kere. Bazen ზოგჯერ არ ვიცით რაზე ვარ წამსვლელები. Bu senin için ამ geçerli საქმეს değil ვერ abi, senin გაუმკლავდებოდი, için. Sen კარგად böyle bir şey გიცნობ. yapamazsın. ამას ვერ იზამდი. მისმინე, იმ გოგოს ნუ იცავ, Ebru ებრუს koruma ნუ bana. იცავ. Belki sen არავის koruma. არ ვიცავ, მე გავაკეთე. ben yaptım. Ama isteyerek მაგრამ ეს olmadı. შემთხვევით მოხდა. Öyle. ყველაფერი Her უეცრად şey bir მოხდა, anda oldu. Kaza შეცდომით. oldu. Öyle isteyerek. Neden რას bahsediyorsun? ლაპარაკობ ძმაო? Nasıl kaza შემთხვევით oldu? როგორ მოხდა? Nasıl kaza შემთხვევით oldu? ქალი როგორ მოკალი? მითხარი როგორ? ებრუი ქონა ებრუს მოიჭი. დასაცავად. Canan ჯანანი Ebru'yu ებრუს ემუქრებოდა. ırmağa მან düşürmüşe გაიგო geri რომ vermiş. ებრუნ Ebru გათიშა geldi ირმაკის bana აპარატი. söyledi. Ben de onu ებრო korkutmak ჩემთან istedim. მოვიდა და Amacım მომიყვა. öldürmek მისი değildi. შეშინება მინდოდა. Her şey bir მოკლა anda. არ მინდოდა. Biliyorsun. ყველაფერი anlatmadan უცბად fazla. მოხდა. Ne diyorsun? მეტი abi? არაფრის თქმა არ Bunu შემიძლია. benden რას nasıl ამბობს saklarsın? ძმაო, ეს როგორ Nasıl დამიმალე? yaparsın ეს böyle როგორ bir şey? გააკეთე? Ne uğruna? რის გამო? Aşk için. სიყვარულის გამო. Sevdiğim ქალის გამო, რომელიც მიყვარს. onunla ვერ karı მოვითმინე რომ doyurmasına, ამცირებდნენ. aşılamasına dayanamadım. შემეშინდა რომ აწყენინებდნენ. Ona bir zarar Şimdi. gelmesinden korktum. Korktum. ყველაფერი მესმის, Dilim var mı? მაგრამ შენ არ ინერვიულო. Ama merak et. ერთი საღამო მომეცი. Bana ხვალ sadece დილით წავალ და ყველაფერს ვაღიარებ. yarın sabah Lapatı ye. erkenden gidip her şeyi ყველაფერს itiraf edeceğim. ვაღიარებ კენან. ლაპატი კენან. Defne, დეფნე, bunlar ეს ne? რა არის? Sen nerede ხელი gördün? დღე სად იყავი? Hiç. Arkadaşlarım მეგობრები olmuş. ვნახე და მე Ondan sonra საყიდლებზე წავედი. Niye? რატომ? Ne oldu ki? რა მოხდა? Ne mi oldu? რას ნიშნავს რა მოხდა? Ben nerede ისინი biliyor სად musun? ვიყავი? Hastanede. საავადმყოფოში. Irmak ölümle ირმაკის pençeleşiyor. სიკვდილს ებრძვის. Sinancığım. სინან, Bu yeni bir şey ეს değil ახალი ki. ამბავი არ არის. Amma dramatize ყველაფერს ediyorsun დრამად her şeyi. ნუაქცევ. Sen, შენ sen ne როგორი taş kalpli გულგრილი kadınsın ქალი ya. ხარ. Annem დედა yeni öldü. გარდაიცვალა. Kardeşim ölümle და pençeleşiyor. სიკვდილს Senin tek ებრძვის derdin და შენ alışveriş. მხოლოდ საყიდლებზე ფიქრობ. Sinan bak. სინან მისმინე. Ben de her şeyi მეც fark- ვამჩნევ ყველაფერს. Evet. ხო, ვწუხარ, Ama durumunu ირმაკის üzülüyorum. გამო. Ama bu ev მაგრამ ეს kumarhane. სახლი საგიჟეც გავს. და ბან ჩოქ მომბეზრდა. Böyle giderse ასე თუ delilerle გაგრძელდება, dolu მე bu evi ერთ-ერთი ben გიჟი gideceğim. გავხდები ამ სახლში. Sen de beni anla ya. გამიგე. Irmak
ირმა კი ავად არის ძალიან მწუხვარ. ყველაფერი წარსულში დარჩეს. შენზე ვღელავ, კარგად ხარ? ყველა ზღვარს გავსით ძმაო. რა დღეები გადავიტანეთ ილდირში. ილდირი რაღაც სხვა იყო. ხო. ილდირი რაღაც სხვა არის, მაგრამ ჩვენ სხვანაირები ვიყავით ძმაო. ასეთები ვიყავით. დრო ძმაო. ხოლო დრო არ არის. დრო არ გვახედრებს არასაჭირო ხალხს. კარგი ქენან. რაც მოსახდენი იყო მოხდა. ჩაივიწყე, ნუ ვილაპარაკებთ ამაზე ბოლო საღამოს. კარგი ძმაო, მართალი ხარ. არ მინდა ბევრი ვილაპარაკო და გაწყენინო, მაგრამ ვერაფრით ვერ ხვდები. ებრუს გამო ღირდა ამის გაკეთება. მე ის ყოველთვის მიყვარდა ქენან. რაც თავი მახსოვს სულ მიყვარდა. ეს სიყვარულია. შენს ხომ იცი ეს უფლებების გარეშე, კითხვების გარეშე. ასე ხდება ყველაფერი. მე ის უნდა დამეცვა. დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას. შენ ზუსტად ასე მოიქცეოდი. ძმაო. Rasakete. Miğe. Kargat kar. Kargat var mama. იცი რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩენე. პირველივე დანახვისას არ მომეწონა. აქ რა ხდება? რა არის? Цмарат. Мадლობა ძმაო. Წარსულში დარჩეს ძმაო. მადლობა ძმაო. Hazal, როგორ ხარ? არის რამე ახალი? არა, მაგრამ ჩემზე არის ნერვიულო. Hazal, რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ სამწუხაროდ კარგი არ არის. დედა ჩემი ავად გახდა, სასწრაფოდ მასთან უნდა წავიდე. ძალიან მწუხარ, რამე სერიოზულია? მადლობა. ტელეფონით არაფერი უთქვამს, რომ მივალ გავიგებ. იმედი მაქვს, ცუდი არაფერია. შენ სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩააგდებ, კარგი? ნეტავ შემეძლოს აქ დარჩენა და შენი დახმარება. მაგრამ
ისიც საკმარისია, რაც დღემდე გააკეთე. კარგია რომ ხარ ჟალე, მადლობა. არაფრის. ვერაფრით ვერ დაგეხმარე, მაგრამ ხილად იყავი, კარგი? ჩემზე არ ინერვიულო. ყველაფერი მოგვარდება. არ დაგავიწყდეს და შემატყობინე დედა შენის ამბავი, კარგი? იმღერე. შენი ცოლი წავიდა და სხვა კაცთან ერთად ცხოვრობს. შენ კი დაჯექი და იმღერე. მიდი იმღერე. ებრო, სიტყვებს დაუკვირდი. ვუკვირდებით, ყუილია? შენი ცოლი აზიზ ტოპრაკის სახლშია. ხაზალის სასახლეში და ჩვენს მდგომარეობას შეხედე. შენ კიდევ აქიჯექი. აქიჯექი, მიდი. ებრო, სიტყვებს დაუკვირდი, მეთქი მოხვდება. რა თქმა უნდა, მამიკო, მე მომხვდება. ნახეთ ჩვენი შენი მოხვდება. ეს ჩემთვის კი არა, შენი ცოლისთვის უნდა გეთქვა, რომელმაც კანონიერი ქმარი ამოშალა ცხოვრებიდან. არც კი შერცხვა და ისე წავიდა სხვა კაცთან. შენ კიდევ მას იცავ, გეფიცები ყოჩაღ, ბრავო. როგორი კეთილშობილი ხარ თურმე. როგორ მელაპარაკები? სიმართლეს არ ვამბობ, მამა, სად არის მელექი? აზიზის სახლში არის. ასე არ არის? გაჩვენდი. მამა, ეს რა გააკეთე? მელეკ, შვილო, ისევ მოიწყინე, რა მოხდა? არ ვარ კარგად, დეიდა. ეს უკვე ჩვევად გექცა. არა, დეიდა, ასე არ არის. მართლა ცუდად ვარ. შვილო, სანერვიულო რა გაქვს? აზიზი ნამდვილი კაცია. ჯამრთელია, მადლობა ღმერთს. ის ცხოვრება ნანახი აქვს გისოსებში. არაფერი არ მოხდება, შვილო, ნუ გეშინია. გამარჯობა, რძალო. რა მოხდა კაფეს? რამე ისეთ ქენანის შესახებ. ხაზალს ველაპარაკე ტელეფონით, ალბათ საავადმყოფოშია ირმაკის გვერდით. კარგი, დაუკავშირდები. კაფეს. რა მოხდა, შვილო? არაფერი, დეიდა. კაფეს რა მოხდა? ხო, სიმართლე გითხარი, ადგილს ვერ პოულობ. რძალო. ოსტატი. რა შეემთხვა? დაჭრას უპირებდნენ. კაფეს ირეკავს. ისმენ კაფეს. კენან. ისმენ ძმაო, რა მოხდა? ოსტატს თავს დაესწრა კენან. რა სამბო? როგორ მოხდა? ერთ-ერთმა ზედამხედველმა დამირეკა. პატიმარი დაესხა თავს. ახლა როგორ არის? კარგად არის? კარგად არის, კარგად, გადარჩით. მადლობა ღმერთს. ახლა სათხარ. სახლში. კარგი, გზაში ვარ, დამელოდე. რა მოხდა კენან, რამე ცუდია? ეს რა გვაკლდა? აზის თავს დაესწრა შიგნით. კაფესმა გადარჩითო. ეს რა გვაკლდა? მადლობა, მაგრამ რიფატი რომ არა. ძმაო, არ გინდა. თუ კაცი ვარ, სხვა რა დამრჩენია, უნდა მე მოქმედა. ამიტომაც გავაკეთე. რიფატ, იცი? ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ვიღაც მიცავდა მფარველი ანგელოზივით. ესე იგი ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც ღმერთს უყვარს. მადლობა ღმერთს ასეა, მაგრამ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ. რას ამბობ, ძმაო? მისმინე, რიფატ. ამიერიდან ჩემთვის ძმასავით იქნები, კარგი? თუ რამე დაგჭირდება, პირველმა ეს მე უნდა გავიგო. შენ რა უნდა დამჭირდეს, მაო? შენი ჯანმრთელობა და სიმშვიდე. კარგი, მე გაგაფრთხილე. მადლობა. ასე არ გამოვა, აზიზი უნდა ვნახო. დამშვიდი. გაჯექი. ჩამოჯექი. რომ წავიდეთ, მაინც არ დაგანახებთ. პროკურატურიდან მჭირდება ნებართვა. ვის შეეძლო ამის გაკეთება არ მესმის.
მელეკ, ცოტა დამშვიდი შულო. ახლა რამე დაგემართება აქ. ძმა აზიზი კარგად არის, არ ინერვიულო. ამიერი და ვინც თავს დაესხა საფრთხეს აღარ წარმოადგენს, ხომ ასეა? ასეა. კენან ხომ სიმართლეს ამბობ. რძალო. ჩვენი ადვოკატი პირადად ელაპარაკა უფროს. მე კი ნაცნობს ზედამხედველს კითხე, რა და როგორ მოხდა. ოსტატი კარგად არის, არ ინერვიულო. აქ იქნებოდი რამე რომ ყოფილიყო დედა. ხედავ შულო, კარგად არის. Sen de sakin olasın. შენც დამშვიდი ცოტა. ეს როგორ დაემართა? როგორ გამოვა თავისუფლებაზე ჯანმრთელი და დაუზიანებელი? როგორ გაგრძელდება ეს საქმე? არ ინერვიულო. ძალიან მალე გამოვა. რამე იცი კენან? რამე ახალია? დედა მელეკ. Ben ყველას hepinizden ოდიშ özür გიხდით. dilerim. Şimdiye აქამდე kadar ჩუმად რომ ვიყავი. ახმედ რას ამბობ? ვერაფერი ვერ გავიგე. merak etme. არ ინერვიულო. Yakında მალე ძმაზის შეხვდები. onun ის არ არის დამნაშავე. cinayeti ben işledim. მე ჩავიდინე ეს მკვლელობა. Yarın gidip ყვალ ჩავბარდები. დედიკო. ხაზალ. დედა რა მოხდა, მოწყენილი ხარ? შვილო. გუშინ ციხეში მამა შენს თავს დაესხნენ. რა? მოიცადე, არ შეგეშინდეს. აქამდე რატომ არ მითხარით? შენი შეწუხება არ გვინდოდა შვილო. მამა შენი კარგად არის, არ ინერვიულო. ვინც თავს დაესხა, იმან ვერაფერი ვერ დაუშავა. ჯერ ჩვენ შეგვეშინდა, მაგრამ ის ახლა კარგად არის. ღმერთო არ მჯერა ამ ყველაფრის. სად იმყოფება, როცა ჩვენს გვერდით უნდა იყოს? კარგი შვილო, ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი ჩაივლის, არ ინერვიულო. კარგი, მალე თქვენთან მოვალ. ჩემს გამო. ყველაფერი ჩემს გამოა. კიდევ გნებავთ რამე? მადლობა. გემრიელად მიირთვით. დილამშვიდობისა ხალბატონო ხაზალ ჩაიზალებ? არა, სასწრაფოდ უნდა გავიდე. რა ხდება დილიდანვე ხაზალ? პრობლემებია?
ვურალს გადაეცი, რომ დედასთან წავედი. კარგი. გემრიელად მიერთვით. ჩემთვის ბევრი რამ გაგაკეთებული. როდის გიხდი ყველაფრისთვის? გპატიობ. დედა, ძვირფასო. ძვირფასო. მოდი. აქ დავამშვიდობოთ ერთმანეთს, იქ არ მოხვიდე. შენი ცოლი საავადმყოფოშია. იცი მასზე ნერვიულო. არ გააგრძელო, მოიცადე. სასამართლოს ხდომის მერე მოიწავალთ მასთან. ახლა გონს არ არის მოსული, კარგი? ადვოკატი სასამართლო დარბაზში გველოდება. კარგი. თავს გავუფრთხილდით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. შენიც. კარგი. დეიდა. რა ხდება გენჯერ მითხარი? ბატონო ურალ, ცუდი ამბებია. რა მოხდა? ჩვენიანი თავის გამართლება ცდილობდა, აზიზი გამართლდა. სულელები, რა თქმა უნდა, სულელს თუ მოძებნის. მაგრამ ბატონო ურალ, თუ ჩემს სახელს იტყვის, არა, არაფერს არ იტყვის, არ ინერვიულოთ. დაწყებილები იყავით, არაფერი არ შეგიძლიათ. ბატონო ურალ, კარგად ხართ? რა ხდება? დედიკო, ნუ ხარ ასე. არ შემიძლია შვილო. მე აქ ვარ. ის კი იქ არის. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. მორჩი უკვე ტირილს. დავიღალე იმის მაგივრად, რომ გიხაროდეთ, მოწყენილები ხართ. რა უნდა გვიხაროდეს, დეიდა? დედა ხომ ვერ გიყვება ნორმალურად, რაც მოხდა. ეს როგორ? როგორც აღმოჩნდა, აჰმედმა მოკლა ქალბატონი ჯანანი. აღიარა, ქენანთან ერთად განყოფილებაში წავიდნენ. რა? ძმა აჰმედი? დედა, მე საიდან დავიცოდე შვილო? გუშინ მოვიდა და აღიარა მე მოვკალიო. ახლა კი ქენანთან ერთად განყოფილებაში წავიდა, რომ ჩაბარდეს. ვერაფერი ვერ გავიგე. ძმა აჰმედი ამას ვერ იზამდა, რისთვის? გააკეთა შვილო, ჩვენ საიდან ვიცით? ქალბატონ ჯანანზე გავბრაზდიო თქვა, მეტი არაფერი არ უთქვამს. მეც ვერ გავიგე შვილო. ძმა აჰმედი ჭიანჭველასაც არ აწყენინებს. ვინ იცის ქენანი როგორი განადგურებულია? ირმაკის ავადმყოფოშია, ძმა აჰმედი კი ისედაც ცუდად იყო შვილო. სახლიდან რომ გადიოდა, დამნაული იყო. წარმომიდგენია. გენჯარ ნორმალურად მომიყევი. საავადმყოფოშია ბატონო ვოდა. ჩაძაღდეს. ჩვენი სახელები თუ თქვა, რომ ალაპარაკდეს ამ ყველაფრის მერე. მე ციხეში ვერ ჩავჯდები, გენჯარ გესმის? 4 კედელში ვერ ვიცხოვრე. არ ინერვიულოთ. ძიმედ არის დაჭრილი. რთული იქნება გადარჩენა. აზრს რას ვეტყვი? შევძულდები. დაიბნევა. გენჯერ, უნდა დავრწმუნდე. გაიგე? არ უნდა გადარჩეს. ციხეში არ ჩავჯდები. დამშვიდი, ბატონო ურალ. გისმენთ? ვინ არის? ვინ? გასაგებია. კარგი. მოგითხარით, რომ არ გადარჩებოდა. გარდაიცვალა. შესანიშნავია. ახლა კარხასიეთზე ვარ. ეს საკითხი თუ მოგვარდა. ახლა დასვის კომპანიის უფროს დამაკავშირე. დაველაპარაკოთ. ჩემო ძვირფასო ძმაო.
Canım kardeşim. ჩემო ძვირფასო ძმაო, მაპატიე ყველაფერი, კარგი? Benden sana ყველაფერს გპატიებ. Asıl sen შენ hakkını მაპატიე helal et. ძმაო, Benim aslan kardeşim. ჩემო ძმაო. Bu ne kadar hiç დღემდე doğru არასდროს karşılaştık. გაგიცრუებია ჩემთვის იმედები. ასეც გააგრძელე, კარგი? Tamam. Abin gibi ისეთი ol. ნუ იქნები, როგორც შენი ძმა არის. Bana bir söz მინდა ver. რომ სიტყვა მომცე, Ne istersen. რასაც მოისურვებ. Kenan hayatta კენა, hiçbir şey ამ ცხოვრებაში erteleme. არაფერი არ გადადო. Bundan sonra ამიერიდან როგორც გულს უნდა და içinden ისე nasıl იმოქმედე. geliyorsun? Öyle de. ისე იმოქმედე, კენა. Kendini საუკეთესო ძმა ხარ ამ დედამიწაზე. Kardeşim sen ჩემი ol. ძამიკო. Tamam. კარგი, içeri geçelim. შეგვიძლია შევიდეთ. Eyvallah. მადლობა. Oo, erkencisin დღეს Zeyno. ადრე მოსულ ხართ, ქალბატონო ებრო. Günaydın. დილა მშვიდობისა. Dosyaları დოსიის მოსატანად მოვედი. Neyin var? რა Hasta გჭირს? falan mısın? ავად ხარ? Yok. არა, Dün gece ვერ pek გამოვიძინე iyi და uyuyamadım ამიტომაც. da Ondandır. Ebru, ებრო. dün gece bana შეტყობინება, რომელიც გუშინ ღამე გამომიგზავნე. benim için ჩემთვის ისეთი აზრიანი და მნიშვნელოვანი იყო. İçimden გულიდან gelenler იყო ნათქვამი. Son ბოლო zamanlar დროს zor ამ რთულ დღეებში ჩემს გვერდით იყავი. Ne demek? რა ლაპარაკია? Her zaman. ნებისმიერ დროს. Bana o kadar iyi კარგად geldi ki. იმოქმედა ჩემზე. Bu ara beni ბოლო gerçekten დროს მხოლოდ შენ მიგებ და მაფასებ. tek sen varsın. Ebru? ებრო, Ebru ne oldu ებრო, sana? რა გჭირს? Önemli bir şey არაფერი. değil. Ne demek რას önemli bir şey ნიშნავს değil? არაფერი? Kim ეს yaptı? ვინ გააკეთა? Babamla მე და მამა ჩემა tatsız bir gece. არასასიამოვნო ღამე გავატარეთ. Ebru bunu ებრო, sana ასე როგორ babaanne- მოგიქცა? რატომ? Yıllardır წლები ასეა. alıştım. შევეჩვიე.